ლაგოდეხში სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულდა. კონსულტაციები ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართა. მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ და მათ საჭიროებებს ისმენდნენ. პროგრამის ფარგლებში გამოიკვეთა პრიორიტეტებიც. დავასრულეთ სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველა სოფელში შევხვდით, როგორც მე ასევე მერის სხვა წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მოსახლეობას. გამოიკვეთა პრიორიტეტები, დაახლოებით 30-მდე პროექტი განხორციელდება ამ პროექტის ფარგლებში, 67 სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში. კარგი მაგალითია სოფლის გაერთიანებები ერთი საერთო პროექტის გარშემო, შესაბამისად უფრო ხელშესახები პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გვეძლევა. ძირითადი პრიორიტეტები არის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამიაღვრე არხების მოწყობა, სკვერების მოწყობა, გარეგანათების მოწყობა და ისეთი მცირე სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც შეიძლება რომ ამ პროგრამის ფარგლებში ფინანსურად გავწვდეთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ 930,000 ლარია გამოყოფილი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ამ პროგრამით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ჩვენი თანადაფინანსებაც განხორციელდება უკვე პროექტების შესყიდვის ეტაპზე, ეს უფრო დეტალურად გვეცოდინება. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ეს არის ჩვენი მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი. ჩვენ არა მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, არამედ ზოგადად ვცდილობთ, რომ მეტი კომუნიკაცია, მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს მოსახლეობასთან, მოვისმინოთ მათი ინიციატივები, მათი იდეები და ის გამოწვევები, რაც მათ აწუხებთ. თუმცა ეს პროგრამა კონკრეტულად ითვალისწინებს იმას, რომ შეხვედრები, კრებების და კონსულტაციების ფორმატში უნდა განხორციელდეს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და მოქალაქეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ ის პროექტები, რაშიც დაიხარჯება საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები. ამდენად ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი, ჩვენ წლიდან წლამდე ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელსაც ჩვენ იმ ვადებში, რაც განკუთვნილია, დავიწყებთ კიდევ უკვე შემდგომ ეტაპზე გადავალთ, დავიწყებთ საპროექტო სახარშსარიცხო დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვას და შემდგომ უკვე სამუშაოების განხორციელებას და ყველა ის პროექტი, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც შეარჩია მოსახლეობამ, წლის ბოლომდე იქნება განხორციელებული და დასრულებული.